მოგესალმებით, პროლიგში მადლობა შესაძლებლობისთვის. რას ვაპირებთ ეს ძალიან გავრცელებული კითხვაა, გეგმა რა არის და ასე შემდეგ, ხო, ეს ბუნებრივი და გავრცელებული შეკითხვაა, თუმცა გეგმაც, მიზანიც, ხედვაც ჩვენი რაღაც გამოძახილიც ერთია მთელი მოსახლეობის საქართველოს კრიტიკული უმრავლესობის, ხო? ამ ქვეყანას ჭირდება ცვლილებები. ჩვენ უყურეთ გასული წლების განმავლობაში, რომ ეს ცვლილებები არ დადგა არჩევნებით. მარტივია, არ დადგა, ხო, ჩვენ შვიდობიანი ხალხი ვართ. მათ შორის გსურს დემოკრატიის ინდექსის განვითარება საქართველოში, თუმცა როცა ვუყურებთ, რომ ხელისუფლება ჩვენ ხმას არ იგებს, არ ესმის ჩვენი არჩევნებზე, მათ შორის ჩვენი აქტივობა იყო ამის გამომხატველი, რომ ჩვენ გსურდა მშვიდობიანი ცვლილებები ამ ქვეყანაში. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ რევოლუციაც შეიძლება იყოს მშვიდობიანი. ამის მხოლოდ არ ჯერათ ქართული ოცნების წევრებს, რომ რაღაცა მშვიდობიან როგორ აპირებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ხელის მიკროფონია მან და ეს არის. არა, ის მოდა, მაგრამ უფრო კარგად რომ გაიგონ. ხო, მაშინ როცა ჩვენ ახლა ვისაუბრებთ მთელი წინა ბლოკი დავუთმეთ მთელს ერეკლე მეორეს პერიოდს იმ მეფის რომელიც მიდიოდა პირდაპირ ნაბიჯებით, როგორც აღმოჩნდა და როგორც რაღაც ძირეულად გავიგეთ ევროპისკენ ღებულობდა ევროპულ რაღაცა პატარა დეტალებს თუნდაც იარაღშიდაც კი აი ძალიან ბევრი რამ და ეს ალბათ ჩვენში და ზის თავისთავად რომ ჩვენ გვინდა ევროპა და არა რუსეთი. რუსეთი რომელიც ამდენი წლების და საუკუნეების განმავლობაში დაუშვათ და ვთქვათ ესე არ აძლევს განვითარებას ამერს და ეხლა დადგა ის დრო როცა წავიდეთ განვითარებისკენ, ხო? სამწუხაროდ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირ დავალება აქვს, რომ საქართველოში მოსპოს ქართველობა, მოსპოს ქართული მენტალიტეტი, რეალურად მათი პროპაგანდა იყო მთლიანად დაგებული. 78 წელი მახსენდება, როცა ენას გვართმევდნენ და მაშინ დედაინისთვის ბრძოლა, ხო, ეს ყოველთვის იქნება საქართველოში ბრძოლა არასდროს სამთავრდება, შენარჩუნება კიდევ უფრო დიდი საბრძოლველია, ვიდრე ამის მოპოვება. ეს ბუნებრივი ამბავია, მაგრამ ქართული ოცნების მთელი პროპაგანდა, მთელი წინასაარჩევნო კამპანიები და ზოგადად რაზეც ეს ხალხი დგას, იყო ეს ფსევდო ქართული მენტალიტეტი და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ აი ეს ბოლო ჟამი რაზე მიუთითებს, თვითონ არიან არეულები, ხო? გველაპარაკებიან ქართულობაზე, გველაპარაკებიან ქალის პატივისცემაზე, თითოეული ძვირფასი ქართული ღირებულება, რომლის მატარებლებიც მათ შორის ის სტუდენტები არიან, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დგანან. რომელია ქართველი ის ჭაღარა კაცი რო გამოვარდა ქართული ოცნების ოფისიდან, შვილი სტოლა ბავშვს რო ხელი გაარტყა და უკან გაიქცა, ეგ არის ქართველი, მათ შორის ბევრი გამაკრიტიკებელი თითების კომბინაციით რომ ხო, ნუ ადამიანი რომელიც ჯერ მიუთითებს საკუთარ საზღეს ორგანოს და შემდგომ პირჯვარში წერს ეს არის ქართველი, ეს არის ენამამული სარწმუნოება, მათ შორის იმეტევე იმედი რომელიც ჩვეულებრივი სუსის ნარატივს ავრცელებს, ხო, მათ შორის გქონდა ერთი მოვლენა, როცა სუს დაასწრო ტევე იმედმა რაღაც დადება თუ გახსოვთ არ ვიცი და შემდეგ სუსმა ააღებინა, ხო. აი ამაში გვიწევს ცხოვრება, ასე რომ ჩვენ არ ვემზადებით არჩევნებისთვის, თუ გჯერა რომ ეს არის რეჟიმი და ეს არის რეჟიმი არ მიდის არჩევნებს, რეჟიმი მიდის რევოლუციით. ასე რომ ჩვენ ვემზადებით რევოლუციისთვის, ეს მარტივი ამბავია. არ არის რთული ამის გაკეთება, როდესაც საქართველოში არსებობს განწყობა. გვაქვს ამის გამოცდილება და ქართული მენტალიტეტი ის კი არ არის, რასაც ქართული ოცნება გვეუბნება. ქართული მენტალიტეტი არის ბრძოლის უნარიანობა, ბრძოლის ჟინი. რომ ბოდიში გაწყვეტინებ, რევოლუციაში სჭირდება ლიდერი, ადამიანი, ვისაც ხალხი გაყვება. არ გეთანხმებით. კარგი, მაშინ არ გეთანხმებით, ძალიან დიდი შეცდომა რევოლუცია როგორ ხდება. ამ დროში 21 საუკუნეში და იმ სიტუაციაში, სადაც ჩვენ ცხოვრობთ, ძალიან დიდი შეცდომა იქნება ჩამოვეკიდოთ ერთ ადამიანს. ეს იქნება უდიდესი შეცდომა, როდესაც ყავს რეჟიმი, შეუძლია მას ხო ეს ადამიანი დაატყოს, რაღაც იქონიოს მასზე გავლენა. ეს არ არის ხოლმე 20 საუკუნე, ეს 21 საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ერაა და მათ შორის მე არ შემიძლია არ ვახსნო ლევან ხაბეიშვილის სოლიდარობა ლევან ხაბეიშვილს უსურვებ თავისუფლებას და მე მჯერა რომ 5 ოქტომბერს ლევან ხაბეიშვილი იქნება გარეთ ადამიანი, რომელმაც რეალურად დააჯერა საზოგადოების კრიტიკულ ნაწილს, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება. იმედი დაუბრუნა. ხო, სხვა სიმბოლოები, არა, მინდა 4 ოქტომბერზე როდესაც ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, მაგრამ როდესაც 4 ოქტომბერზე ვსაუბრობთ, აქ ლევან ხაბეიშვილის წვლილი ძალიან დიდია. ადამიანი, როდესაც ნიჰილიზმში ვიყავით, ვაღიაროთ რა, უკვე ნიჰილიზმში ვიყავით, რამდენი დღე ვიდექით პროტესტზე, მათ შორის იყო საუბრები, რომ მიილია, რაღა აზრი აქვს, არა, ამ კაცმა დააბრუნა იმედი და დაგვაჯერა იმის, რომ შეიძლება გამარჯვება, მაგრამ მეუბნები, რომ ლიდერი არის საჭირო, ხო? მან
მათ შორის ისიც გააკეთა, რომ აქ არის ჰორიზონტალური ამბავი. უკვე ქართულ მოსდამო ყველაფერი დააგვიანა. ეხლა ლევან ხაბეიშვილს, მურთაზ ზოდელავას, ლუკა ჭოხონელიძეს, სოტნე მირცხულოვას თუ დაიჭერს, ხო 10-ამდენი და 100-ამდენი ადამიანია, რომელიც საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი. აქ ხალხი როდესაც მიტინგზე გავა, ის არ არის ჩამოკიდებული ვიღაცა რას ეტყვის, არა, იქ ყველა საკუთარ თავზე პასუხისმგებელია და იცის რისთვისაც არის გამოსული და რა ფასეულობების დაცვისთვის არის გამოსული. ასე რომ ვეთანხმები ნამდვილად, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. ასე რომ შევიკრიბებით 4 ოქტომბრის რუსთაველის გამზირზე და შეგვიძლია რომ 4-შევე დავამთავროთ. მე ამის მჯერა და ნამდვილად მე იმათიც მესმის ტელემაყურებელს მიმართავ, რომლებიც ამბობენ, რომ რითი იქნება ეს აქცია განსხვავებული. ჩვენ მე ბევრი რამის თქმა ალბათ არ შემიძლია, მაგრამ ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ იქ არ მივდივართ ცეკვა თამაშისთვის, იქ არ მივდივართ სიმღერების მოსმენისთვის, იქ მივდივართ რეალური ცვლილებებისთვის საქართველოში. მადლობა ლუკა. სოფი, ლუკა მახსენა რომ ეს არის ბოლო ჟამიო ამ მთავრობისთვისო. შენ როგორ უყურებ ამ ყველაფერს? რა გგონია, როგორ შეიძლება შეიცვალოს 4 ოქტომბრის მერე ქვეყანაში არსებული სიტუაცია? პირველ რიგში მადლობა ჩემი აქ მონწვევისთვის. რუსთაველზე ვდგავართ უკვე თითქმის 1 წელია. ყველა ვიკრიბებით საერთო ინტერესებისთვის, საერთო მიზნისთვის, რომელიც არის საქართველოს თავისუფლება, დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება. მაგრამ მე მგონია, რომ ეს მოხდება 4 ოქტომბერს, როდესაც ანუ 4 ოქტომბერს ვიკრიბებით არა, იმიტომ რომ რაღაც არ მოგწონს, მხოლოდ ამიტომ არ ვიკრიბებით. ჩვენ ვიკრიბებით იმიტომ რომ ზუსტად ვიცით რა გვინდა. ჩვენ გვინდა ქვეყანა, სადაც სამშობლო სიყვარული არ არის დანაშაული, არ არის ღალატი. დღეს სამწუხაროდ ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ, რომ ყოველივე ეს დანაშაულია და ახალგაზრდებს დააშენეს ციხე-თავზე. თუმცა მე ვფიქრობ, რომ 4-ში აუცილებლად, როდესაც 4-ში დავიწყებთ, იმ დღესვე დავამთავრებთ ამ რეჟიმს, ამ რუსულ რეჟიმს დავამხობთ და ჩვენ როდესაც ჩვენ ქართველებს ისტორიას რო გადავხედოთ, არ გვაქვს ჩვენი წარსული არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავმარცხდეთ, რომ დავნებდეთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ეკუთვნის ზვიად გამსახურდიას, ილია ჭავჭავაძეს, გმირს, მერაბ კოსტავას, გიორგი ანწუხელიძეს და ჩვენ მართლა არ გვაქვს იმის უფლება, რომ დავნებდეთ და ასე მივატოვოთ ბრძოლა და მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა გამარჯვების საწინდარია, ასე ვთქვათ და აუცილებლად ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და გამარჯვებით დავასრულებთ. ცოტნე ამ დროის განმავლობაში სტუდენტები სათავეში არიან ამ პროტესტში, ხო? ჩვენ გვახსოვს აუდიტორიებში როგორ ათენებდნენ, აღამებდნენ, აპროტესტებდნენ, რექტორებს განუდგებოდნენ და ასე შემდეგ. შენ როგორც სტუდენტი რას აპირებ 4 ოქტომბერს? აპირებ თუ არა რომ არჩევნებზე წახვიდე და შემდეგ გახვიდე აქციაზე? რა პოზიცია გაქვს ამასთან დაკავშირებით? არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არჩევნებად წოდებული ფარსი არ არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება, იმიტომ რომ როცა ეროვნული მზაობა იყო არჩევნებთან დაკავშირებით, გვახსოვს თუ რა შედეგი დაგვიყენა ქართულმა ოცნებამ და როგორ მოგვპარა ის არჩევნები და რით იქნება ეს განსხვავებული, ხო? რატომ უნდა მივიღოთ ამ ფარსში მონაწილეობა? ჩვენი ხმა ქართული ოცნების წინააღმდეგ იქნება მიცემული რუსთაველის გამზირზე, იმიტომ რომ არ მჯერა რომ ვიღაცას რაღაცის გამოგლეჯვა შეუძლია რეჟიმის პირობებში. როცა მართლა ეროვნული მზაობა იყო და სახალხო რაღაცა განწყობა იყო არჩევნებით გაშვების, იმის შემდეგ 300 დღეა ვდგავართ რუსთაველზე და ეხლა რა შეიცვლება, ხო? ვიღაცა უკეთეს კამპანიას ჩაატარებს, ვიდრე 2024 წელს იყო. არა, მე მაგის არ მჯერა და საერთოდ არ მგონია რომელიმე ახალგაზრდას შეეროდეს, იმიტომ რომ იმ არჩევნების შედეგად არის დღეს 70 პოლიტიკურ პატიმრად ჩვენ. რა ფიქრობთ, პროტესტი აქციები უნდა გაგრძელდეს თუ როგორ შეიძლება ამ არჩევნების შემდეგაც ვიცით ხო უკვე შედეგები სავარაუდოდ რა იქნება და ვინ გაიმართებს? აქციები უნდა გაგრძელდეს. ამ აქციებმა მოუტანა ქართულ ოცნებას არაღიარება და დელეგიტიმაცია. დღეს ოიძახის ქართული ოცნება რომ ეს აქციები არაფრის მომტანია, ეს არის სული აბსურდი, იმიტომ რომ ეს სანქციები რაც მათ ხრებზე ადოთ, ამ პროტესტმა მოიტანა. ამ 300 დღემ მოიტანა რეალურად. ამ 300 დღიდან დაიწყო ქართული ოცნების დასასრული სათვლა. ეს ხო ციდან არ ჩამოფრენილა სახალხო განწყობა შეიქმნა არჩევნების გაყალბების შემდეგ და ნუ კობახიძეს განცხადება საერთოდ გვირგვინი იყო ამ ყველაფერზე და მას შემდეგ რა ყველას კარგად ვახსოვს, ახდებოდა რუსთაველზე, თბილისის ქუჩებში და არა მარტო თბილისის ქუჩებში. საქართველოს მასშტაბით განწყობა არის საერთო. საქართველოს ხალხს აქვს ერთი ეროვნული დაკვეთა.
რაც ქართული ოცნების სახში გაშვებას ნიშნავს და არა რომელიმე დიდი ქალაქის წამოღებას. არა, ერთი დაკვეთა მხოლოდ ეროვნული და ესაა ეროვნული განმანთავისუფლებელი დაკვეთა, რომელმაც უნდა განანთავისუფლოს საქართველოს ქართული ოცნებისგან და რუსული მარცხნივისგან. არა, რუსეთს წინ ევროპისგან. ცოტნე გთხოვ, რომ ძალიან ცოტა დრო გრჩება. 4 ოქტომბერს, რომელიც სათიდან უნდა შემოგიერთდნენ, ეგ დავანონსოთ და კი, აი, ჩვენ გვახსოვს, აი, თუნდაც ბოლო პერიოდში რუსული კანონიდან დაწყებული, აუდიტორიიდან დაწყებული პროტესტი გადმოვიდა რუსთაველის გამზირზე. 4 ოქტომბერითაც ეგრე მოხდება. რომელ საათზე უნდა შემოგიერთდნენ? ჩვენ 4 საათზე ვიკრიბებით თესეუს ეზოში და შეიძლება სხვადასხვა ლოკაციების გაჩნდეს, მაგრამ სტუდენტური პროტესტი აუცილებლად ერთად მოიყრის თავს რუსთაველის გამზირზე. ეს იქნება პროტესტის კერა და ეს იქნება ქართველი ხალხის გენერალური დაკვეთის აღსრულების დღე. მადლობა ძალიან დიდი მოსვლისთვის. სოფი სანიკიძე, ლუკა ჭოხონელიძე, ცოტნე მირცხლავა იყვნენ ჩვენი სტუმრები. და ახლა დადგა დრო, როცა მე ეს ტექსტი უნდა ვთქვა. მოკლედ, 5 წლის წინ პირველად ზუსტად ამ გადაცემიდან გითხარით, მოგესალმებით. მას შემდეგ არც ერთი დღე არ ყოფილა ისეთი, რომ ის გამეშუქებინა, რაც არ მინდოდა. პირიქით, მქონდა თავისუფლება, ამერჩია თემა, მომეძებნა ამბავი და თქვენამდე მომეტანა. ამისთვის მადლობა ჩემ პროდიუსერებს, განსაკუთრებით ნინოს და არხს იმ სარედაქციო თავისუფლებისთვის, რომელიც თითოეული ჟურნალისტისთვის ასეთი ფასდაუდებელია. მადლობა პირველამდე გუნდს იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ბევრი რამ ვისწავლე და თქვენამდე გადამოწმებული ინფორმაციები მომქონდა. მადლობა ჩემს რესპონდენტებს, მათ გარეშე ხომ არც ერთი სიუჟეტი და ეთერი არ იქნებოდა ასეთი გულწრფელი და ღირებული. მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია თითქმის ყოველდღე პირდაპირ ეთერში ვარ, ყოველ ჯერზე თქვენთან შეხვედრამდე გული მიჩქარდება ხოლმე და მღელვარებაც არ ვდოვებს. თუმცა დგება მომენტი, როცა დროებით უნდა დატოვო ის, რაც გიყვარს და კომფორტის ზონას გიქმნის. და იმ შემთხვევაში თუ ეკრანზე აღარ დავბრუნდი, დილა მშვიდობისა, შუადღე მშვიდობისა და ღამე მშვიდობისა. ხო, ძალიან რთული იყო ამის მოსმენა, ძალიან მიჭირს მეც რაღაცა გავიაზრო ეს ყველაფერი და მე მინდა ერთი რამე ვთქვა აუცილებლად დიდი მადლობა შენ იმისათვის, რომ ჩემი მეგობარი გახდი ამ 5 წლის განმავლობაში, რაც მე ჩვენ თითქმის ერთად მოვედით და მინდა დიდი მადლობა გითხრა, ყოველთვის საინტერესო იყო შენი სიუჟეტები, ყოველთვის საინტერესო იყო შენი ნაშრომი, რასაც აკეთებდი ტელევიზიისთვის და დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რომ კარგი ადამიანი და კარგი ჟურნალისტი ხარ. პირველ რიგში როგორც ნიჭიერ ადამიანს მინდა გისურვო წარმატება და ზუსტად ვიცი კიდევ ძალიან ბევრ ეკრანზე გნახავ რა ზომის იქნება ეს ეკრანი სულ არ აქვს მნიშვნელობა გვანცანოზაძეს მადლობა სუხთით თავისი წვლილისთვის პირველად ისტორიაში გემშვიდობებით შენ მაყურებელს კი ხვალამდე ისე შენც მოდი ხვალ სამსახურში სად მოდიხარ კაცო რა არის შენ რა